ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან. ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართა. რეჟისორი გოჩა კაპანაძე ამბავი 30-იანი წლების ჩიკაგოში ხდება და მოგვითხრობს ორი მუსიკოსის სასიყვარულო თავგადასავალზე. მუსიკალური კომედია ჯაზის ქორეოგრაფიისა და მსუბუქი იუმორის სინთეზია. ვფიქრობ, რომ საინტერესო ჩაიარა, მაყურებელი გაყოფილი იყო, უფრო მაყურებელმა უნდა თქვას თავიანთი აზრი და ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დარბაზმა აჩვენა, რომ მოენდატრა მაყურებელს ესეთი სტილის სპექტაკლების ჟანრის, უფრო მსუბუქი, მუსიკალური კომედია, ფარსი და ვფიქრობ, რომ დღეს ბათუმის თეატრმა თავის მაღალი რანგი აჩვენა კიდევ ერთხელ და ვფიქრობ, რომ ის მაყურებელი მაყოფილი წავიდა, რომელიც დღეს იყო და მომავალშიც ეყოლება, ვფიქრობ ამ სპექტაკლს. ძალიან კარგად ჩაიარა, მე ვფიქრობ, ადამიანები ძალიან კმაყოფილები არიან და მე ვულოცავ ბათუმის მაყურებელს და არა მარტო ბათუმის და ვუსურვებ, რომ ამ სპექტაკლს გყავდეს ძალიან ბევრი მაყურებელი, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ეყოლება. და კიდევ მინდა რომ მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, რომლებიც ძალიან გვერდში გვიდგანან ჩვენ თეატრს.